მოდიტუშა. სად მიდიხარ გოგო? ხორდა იტუშა. დილა ტუსასთან ერთად სეირნობით იწყება. ეს ნიას დღის განუყოფელი ნაწილია. ნია ჯანაშია მე-11 კლასის მოსწავლეა. მიუხედავად დღის დატვირთული განრიგისა, სკოლამდე ყოველთვის ახერხებს დრო გამონახოს, რომ საყვარელი ცხოველი გაასეირნოს. ბავშვობიდან მყავს ცხოველები, შინაური ცხოველები, კატები და ძაღლები და ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაწილი უკავიათ და მართლა არ წარმოვიდგენია ყოველდღიურობა მათ გარეშე. ემოციურად ძალიან საჭირო არის ჩემთვის, რომ აი კატა მყავდეს ან ძაღლი და ძალიან მიყვარს ცხოველები. ცხოველების საჭიროებებს უკვე კარგად იცნობს. ვინაიდან დღის დიდ ნაწილს სკოლაში ატარებს და მათგან მოშორებით უწევს ყოფნა, ნიამ უსაფრთხოების მიზნით შინაური ცხოველებისთვის ჭკვიანი საყელო შექმნა. მოწყობილობა, რომელიც მობილურ აპლიკაციას უკავშირდება. ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივ მონიტორინგს უწევს და პოტენციური საფრთხის შესახებ პატრონს ინფორმაციას აწვდის. პირველი სენსორი, რაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ყველაზე საჭირო არის პულსის სენსორი, რაც უმაგრია შიგნიდან. და პულსის სენსორით შეგიძლია გაზომოთ წნევა, გულის ცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად ძაღლი კარგად არის თუ არა. ასევე გვაქვს ტემპერატურის სენსორი, რომელიც ასევე ზომავს ტენიანობას, რაც იმისთვის არის, რომ დავამკვიდროთ კარგად არის ძაღლი თუ არა. შემდგომ გვაქვს მიკროფონი. მიკროფონი იწერს ძაღლის ხმას და თუ ძაღლი დიდი ხნის განმავლობაში ყებს, მოგდის აპლიკაციაში მესიჯი, რომ შეამოწმო რამე პრობლემა არის თუ არა ძაღლთან და საერთოდ რამე ხდება თუ არა. შემდეგ გვაქვს ასევე GPS-ი. და GPS-ი აუცილებელია იმის დასადგენად, სად არის ძაღლი საერთოდ თუ ვინ იცობა და სახლიდან წავიდა და დაიკარგა, რომ ადგილმდებარება ვიცოდეთ და ჩვენ არ ვინერულოთ მაგაზე. ეს იდეა დაგვებადა იმის შემდგომ, რაც ჩემი ძაღლი გახდა ცუდად, მოიწამლა და დაიწყო ძალიან სერიოზული გულის პრობლემები. და ჩვენ მოგვიწია გათენება და ამ მონიტორინგი ამ გულის პრობლემების და ძალიან გავწვალდით მოკლედ და ამის შედეგად ეხაც დარჩა გულის პრობლემები და ეხაც ყოველდღე იმის შიში ვართ, რომ რამე არ დაემართოს. ამიტომ დაიბადა ეს იდეა, სადაც ჩვენ შევძლებთ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგს, კერძოდ პულსის. თქვენ თუ გამოგიყენებიათ თქვენს ცხოველზე ეს მოწყობილობა? კეთების დროს ჩვენ გაგვიტესტავს ეს ცხოველზე და აპლიკაციაც შესაბამისად ამ მონაცემების მიხედვით ავაგეთ. მოწყობილობას დადებითი გამოხმაურება აქვს ცხოველთა მოყვარულებისგან. კისრის ჭკვიან საყელოს აფასებს თათების იმედის ავტორი და ჟურნალისტი სოფია ბეროშვილი. ჩემთვის როგორც უამრავი ცხოველის პატრონისთვის და ცხოველთა მოყვარულისთვის ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მატარებელი არის, რადგან როდესაც შენ ცხოველი ავადობს, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის მონაცემები, შენ რომ გქონდეს, რასაც ეს საყელო უწევს მონიტორინგს. თუნდაც ხშირად ხდება ისე, რომ შეიძლება შენი ძაღლი გაგექცეს, ან კატა გაგექცეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შენ შეგიძლია მიაგნო, მოусმინო და ნახო ერთდროულად. შენი ან თუნდაც დაკარგული, ან თუნდაც სახლში მყოფი ცხოველი რას აკეთებს შენს გარეშე. იდეის გაჩენისთანავე ნიამ აზრი მეგობრებს დემეტრეს და მიშოს გაუზიარა. მეგობრებმაც მაშინვე მხარი დაუჭირეს. დაიწყეს ფიქრი, როგორ გააერთიანებინათ ყველა საჭირო ფუნქცია და როგორ ექციათ ჭკვიან მოწყობილობად. პარალელურად იკვლევდნენ მსოფლიოში არსებულ მსგავს პროდუქტებს და აღმოაჩინეს, რომ მსგავსი მოწყობილობები უკვე არსებობს, თუმცა მხოლოდ მცირე შესაძლებლობებით. ორივეს ყავს შინაური ცხოველი და ორივეს დიდი დღის ნაწილი მიდის იმაში, რომ ნაშრობა ეს ჩვენი ძაღლი, როგორ არის ინტერნეტზე მოვუძიეთ სხვა წყაროებში, როგორ შეიძლება გადაგვეჭრა ეს პრობლემები და ბოლოს მაინც შევძელით და გადავლახეთ და არ იყო ეს ჩემი აზრით რაღაცა რთული და ცუდად გახსენებადი პროცესი, არამედ მართლა საინტერესო იყო, იმიტომ რომ ჩვენც რა თქმა უნდა ბევრი რამე ვისწავლეთ, ნელი ჩანს რა თქმა უნდა თავიდან, მაგრამ როცა ჩავარმავდები და დაგაინტერესებს, მართლა უფრო საინტერესოდ დაგამახსოვრდება ვიდრე რთული. პროგრამა რომ გამართულად მუშაობს, ეს მიშო შარვაშიძის დამსახურებაა. კოდი დამოუკიდებლად დაწერა და მეგობრებთან ერთად თითოეული ელემენტი დეტალურად დაამუშავა, რათა რეალურ დროში 4 ფეხა მეგობრებზე ზუსტი ინფორმაცია მიეღო.
სკოლის მერე საათობით რჩებოდით ხოლმე, რომ კარგი პროდუქტი შეგვექნა და მართლა კარგად სარგებლიანი ყოფილიყო თვითონ ძაღლისთვისაც და არაკომფორტული არ ყოფილიყო და ასე შემდეგ. და მე შემდგომ ვცდილობდით, რომ არში დავიმყარებინა ამ ელექტრომოწყობილობასა და სოფტვერის შორის. და ახლა ჯერით მაგაზე მუშაობთ და ახლა რომ დავამთავრეთ ამაზე მუშაობა, ძალიან კარგი იყო, ძალიან გაგვიხარდა და ძალიან სახალისო პროცესი იყო ამაზე თვითონ მუშაობა. ბოლო დეტალებზე მუშაობა უკვე დასრულების ფაზაშია. სულ მალე მოწყობილობას კამერის ფუნქციაც დაემატება, რაც პატრონს საშუალებას მისცემს თავისი 4 ფეხა მეგობრის ყოველ ქცევას შორიდან დააკვირდეს. წინ დიდი გამოწვევა ელით. 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელიც მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტ გასაქანს მისცემს. ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით ჩვენ სამსაც გამოგვადგება ეს გამოგონება. კი, ვისაც ყავს ყველას გამოადგება, რა თქმა უნდა, პირდაპირ ტელეფონში მოდის ინფორმაცია, მონაცემები შენი საყვარელი მეგობრის შესახებ. რა როგორ ხასიათზეა იმასაც გაგაცნო. და მოდი დიახ, უმატოთ არის თუ არა. ხშირად დაადგინო ძაღლის ცუდად ყოფნა ძალიან ბევრ სახსრებთან არის დაკავშირებული. რა თქმა კი, უნდა. რა თქმა უნდა. დრო ძალიან ძვირია. დროსთან, ენერგიასთან, ნერვიულობასთან ძალიან ძვირია. ამიტომ, როდესაც ერთი აპარატი შეიძლება დაადგინო რა დაავადება გაქვს, პირდაპირ ანამნეზით, ასე ვთქვათ, მიდიხარ. დაავადებას ალბათ ვერ დაადგენ, თუმცა გულის ცემას, სიცხეს ტემპერატურას და ასეთ რაღაცებს და სიმპტომატიკას უკვე. სიმპტომატიკა, დიაგნოზი უკვე მაინც ვეტერინარის სვავს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აქ გეუბნება ტემპერატურა მოიმატა თუ არა და გულის ცემა როგორია და ასე შემდეგ. როგორ შემდეგ. განწყობაზეა, ჭამა თუ არა, ამას გეტყვის რა. ეს გოდეთ შეც მოგიხდებოდა ერთი ეგეთი საყელო. კი, მომ მიხდებოდა, ხო, მაგრამ მე ღია გვამბობ, მეგობრებო,